პირველი რესპუბლიკა შეიქმნა ევროპული იდეებით. ეს არ ყოფილა ერთპარტიული მმართველობა. ქართული დიპლომატიური კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ოპოზიციის წარმომადგენელი. ცნობილი სურათიც არის, სადაც გერმანიაში 1918 წელს პირველი ქართული დელეგაცია. ერთადერთი აკაკი ჩხენკელი არის მათ შორის სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 1919 წლის თებერვალში. არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს 83%, დამფუძნებელ კრებაში 130 წევრიდან 109 წევრი მათ გაიყვანეს. ეს 21 წევრი ოპოზიციისა, რომელიც დამფუძნებელ კრებაში იყო, ყველა რაღაც თანამდებობას იკავებდა. საპარლამენტო კომისიების თავმჯდომარეები იყვნენ ოპოზიციონერები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ხელისუფლების ინიციატივით სახელმწიფო კონტროლიორი გახდა ოპოზიციის წარმომადგენელი. სახელმწიფო კონტროლიორი არის იმის ანალოგი, რაც დღეს არის გენერალური აუდიტორი თუ სახელმწიფო აუდიტორი. რატომ ხდებოდა ეს? საგარეო პოლიტიკაზე არსებობდა სრული კონსენსუსი. მივდივართ ევროპისკენ. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მხოლოდ პრივილეგია. ის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობის წევრები გრძნობდნენ.